მერაბდვალიშვილის შემდეგი გაჩერება არის კორი სენთჰეგენი და 4 ოქტომბერს ის მესამეჯერ დაიცავს თავის ტიტულს ქვიშის კაცის წინააღმდეგ და დღეს მე თქვენ გაგაცნობთ და ვნახავთ კორის ყველა ბრძოლას და ერთად შევაფასოთ რამდენად მძიმე მეტოქე იქნება ის. კორი სენთჰეგენი დაიბადა 1992 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ავრორაში. ის ბავშვობიდანვე სერიოზულად იყო გატაცებული კალათბურთით, ეს სპორტის სახეობა მას კარგად გამოსდიოდა, კორი გუნდში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, თუმცა სიგამხლის გამო მან გადაწყვიტა დარბაზში ვარჯიში იმის იმედით, რომ ცოტა წონას მოიმატებდა. სწორედ რომ დარბაზში სენთჰეგენმა გაიცნო კიკბოქსინგი და ისე შეუყვარდა ეს სპორტის სახეობა, რომ მალევე დაანება თავი კალათბურთს და დაიწყო სერიოზულად ვარჯიში თავისთვის ახალ სპორტის სახეობაში. ზუსტად ერთ წელში კორიმ შტატის ჩემპიონატი მოიგო კიკბოქსინგში. მერე ამერიკის ჩემპიონატი და 5 წლის განმავლობაში ის დაუმარცხებლად მივიდა იქამდე, რომ გახდა მსოფლიო ჩემპიონი WKA-ის ვერსიით. პარალელურად კორი უნივერსიტეტში სწავლობდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სწავლის დასრულების შემდეგ ის იწყებს მუშაობას თავისი პროფესიით. სენთჰეგენი ეხმარებოდა ბავშვებს, რომლებსაც ფსიქოლოგიური ტრავმები ჰქონდათ. სხვათა შორის როგორც მებრძოლი იძახის, ეს მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, რადგან მას ბავშვები ყველაზე მაგრად უყვარს. ასევე კორი კარგი მწვრთნელია კიკბოქსინგში, რომელიც ავარჯიშებს როგორც მოზარდებს, ასევე შემდგარ სპორტსმენებს. კიკბოქსინგთან პარალელურად კორიმ დაამატა თავის ვარჯიშებს ჯიუ-ჯიტსუ და სამოყვარულო MMA-ში მოსინჯა თავის თავით, სადაც რამოდენიმე ბრძოლა მოიგო მან და 2015 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ის გამოვიდოდა პროფესიონალურ MMA-ში. სენთჰეგენმა პროფესიონალებში წელწად ნახევარში ზედიზედ 5 ბრძოლა მოიგო და რაც უნდა კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონისთვის არ იყოს გასაკვირვი, 3 ბრძოლა იყო მსაჯების გადაწყვეტილებით, რომელიც მან მოიგო და 2 ბრძოლა საბმიშენით. 2017 წელს კორი უფრო სერიოზულ ორგანიზაციასთან აფორმებს კონტრაქტს და თავის სადებიუტო ბრძოლას LFA-ის ორგანიზაციაში ის აგებს მსაჯების გადაწყვეტილებით და მერე ზედიზედ 2 ბრძოლას იგებს ნოკაუტით და აი მან უკვე UFC შეამჩნევს მას, გაუფორმებენ კონტრაქტს ყველაზე მაგარ ორგანიზაციაში მსოფლიოში და იწყება აი აქ კორი სენთჰეგენის მოღვაწეობა UFC-ში და მოდით დღეს ვნახოთ ყველა მისი ბრძოლა ამ უმაგრეს ორგანიზაციაში. კორის დებიუტი UFC-ში შედგა 2018 წლის 28 იანვარს. მაგ დროისათვის მისი რეკორდი პროფესიონალებში იყო 7 გამარჯვება და 1 მარცხი. ქვიშის კაცს ოქტაგონში დახვდა შედარებით გამოცდილი ოსტინ არნეტი, რომელსაც პროფესიონალებში მოგებული ჰქონდა 15 ბრძოლა და წაგებული 3. ეს ორთა ბრძოლა 66 კილოგრამში შედგა. პირველ რაუნდში სენთჰეგენი ბევრად უკეთესი იყო. ის ძალიან კარგად მუშაობდა ფეხებით და ტეიქდაუნის შესრულებაც მოახერხა, სადაც დომინირებდა და ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. As much pricing more sound second play body shot. 5 minutes in the can. სენთჰეგენის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მან გააგრძელა თავისი მეტოქის განადგურება ფეხებით და ხელებით. ოსტინი შველას პარტერში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. მეორე რაუნდის ბოლოს ქვიშის კაცმა დაუჟეჟა თავის ოპონენტს ღვიძლი და მალევე მიწაზე დააფინიშა ის. ამავე წლის 25 აგვისტოს კორიმ შეცვალა წონითი კატეგორია და ჩავიდა 61 კილოგრამში, სადაც მას დახვდა გამოცდილი ვეტერანი იური ალკანტარა. გამოცდილ ვეტერანმა პირველივე წამებზე დაუშვა კორის, რის მერეც უსაშინლესი არმბარი გაუჭიმა, ხელი მთლიანად დეფორმირებული იყო, პლუს ამას ბრაზილიელი სენთჰეგენს მარცხენა ხელით აჩაქუჩებდა. ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ქვიშის კაცი მალე დამარცხდება, მაგრამ სენთჰეგენმა გაუძლო ტკივილს, გამოძვრა სახიფათო ილეთიდან და შემოატრიალა ბრძოლა სათავისოდ. რაუნდის ბოლომდე კორი მიწაზე ანადგურებდა თავის ოპონენტს გრანდენ პაუნდით. ეს იყო ტოტალური განადგურება, რომ არა გონგი სენთჰეგენი მას აუცილებლად დაანოკაუტებდა. ბუნებრივია ბრაზილიელი მაგარით დაღეჭილი გავიდა მეორე რაუნდში და ზუსტად ერთ წუთში ქვიშის კაცმა ის შეჭამა და მეორე გამარჯვება გაიფორმა UFC-ში და რაც მთავარია მეორეც ნოკაუტით. The night performance of the night. Stop this fight. Beautiful job there. ვიგზენი ხელი როგორ დაზიანდა. იცი მე არ ვარ რეზინის, მაგრამ ჩემთვის გავიფიქრე მომტყდეს ხელი, არაა პრობლემა. ამ შეხვედრას მე ცოცხალი არ წავაგებ. ეს უკვე მეორე გამარჯვება 2 სხვადასხვა კატეგორიაში. რას აპირებ მომავალში? იქნებ ვინმეს გამოწვევა გინდა? არა, არავის ვიწევ. მე უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ, ძმაო.
2019 წლის 20 იანვარს კორი შეხვდა UFC-ს დებიუტანტს მარიო ბაუტისტას, რომელსაც მარცხი არ უნახია. მარიო პროფესიონალებში 6 ზედიზედ შეხვედრა მოიგო, აქედან 5 ბრძოლა მან ფინიშით დაასრულა. 2 წუთის განმავლობაში მებრძოლები ერთმანეთს დგომში სწავლობდნენ და აგრესიულად შედიოდნენ ცვლაში, სადაც შედარებით უკეთესი სენთჰეგენი იყო. მესამე წუთზე ქვიშის კაცმა დაანოკდაუნა ბაუტისტა მუხლით ნახტომში. ეს ძალიან ეფექტური დარტყმა იყო, რის მერეც კორი ჩაყვა ოპონენტს პარტერში დასაფინიშებლად, თუმცა მარიომ მოახერხა ადგომა და ულამაზესი გდების შესრულება. დიახ, გდება მართლა ეფექტური იყო, მაგრამ სენთჰეგენმა იმ წამსვე შეუკრა თავის მეტოქეს მახრჩობელა სამკუთხედი, სადაც რამოდენიმე წამი ცდილობდა მის დახრჩობას. მარიო სასწაულებრივად გადაურჩა გაგუდვას, მან მოიკრიფა ძალები და მოახერხა სამკუთხედიდან გამოძრომა, მაგრამ ეგრევე მოყვა მეორე ხაფანგში, სადაც კორიმ საქმე ბოლომდე მიიყვანა და დაასაბმიშენა ის armbar-ით. სენთჰეგენის კარიერა შერეულ ორთა ბრძოლებში წინ მიიწევდა, მას სულ უფრო მეტი დრო ჭირდებოდა მოსამზადებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც არ ვიწყებდა ბავშვებს და ეხმარებოდა მათ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ბავშვების რეაბილიტაციის ერთ-ერთი ეტაპი იყო ფიზიკური აღზრდა. ამაში კი ქვიშის კაცს ბადალი არ ყავდა. ბავშვებთან ურთიერთობა ბევრად მირჩევნია, ვიდრე ზრდასრულებთან. მე მათთან ბევრ ამას ვსწავლობ და ასევე უზიარებ ჩემს ცოდნას. ცხოვრებაში ორი რამ მაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი: პირველი ბავშვები და მეორე სპორტი. 3 ზედიზედ გამარჯვების შემდეგ კორიმ მიიღო ბრძოლა დივიზიონის მერვე ნომერთან ჯონ ლინიკერთან, რომელსაც ქვის ხელებას ეძახდნენ და ის ამ ფსევდონიმს ამართლებდა. ჯონმა UFC-ში 7 წლის განმავლობაში 14 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, ერთხელ მსაჯების გადაწყვეტილებით TJ Dillashaw-თან და მეორეჯერ ალი ბაგაუტინოვთან. ეს იყო 3 რაუნდიანი ძალიან სანახაობრივი ბრძოლა, სადაც ორივე სპორტსმენი აქტიური იყო შეხვედრის ბოლომდე. საერთო ჯამში მებრძოლებმა ისეთ ანაბრად იჩხუბეს, რომ მსაჯებიც კი გაიყვნენ და გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება კორი სენთჰეგენს მიანიჭეს. 2018 წლის 18 აგვისტოს კორი შეხვდა რაფაელ ასუნსაოს. გამოცდილი ბრაზილიელი მაგ მომენტისათვის დივიზიონის მესამე ადგილს იკავებდა და UFC-ში 2011 წლიდან იბრძოდა. ამ შეხვედრაში კორი სამივე რაუნდში უკეთესი იყო, იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელი ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი იყო და ჭიდაობაშიც რამოდენიმეჯერ გამოიჩინა თავი ამ ბრძოლაში, სენთჰეგენი მაინც ჯობნიდა მას პარტერშიც და როგორც შედეგი მან ეს შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. 5 ზედიზედ გამარჯვების შემდეგ კორი ხვდება ალჟემეინ სტერლინგს საპრეტენდენტო ბრძოლით. მაგ დროისათვის მერაბ დვალიშვილის ძმაკაც 4 გამარჯვებიანი სერია ჰქონდა და რეიტინგის მეორე ნომერს იკავებდა. სტერლინგი პირველივე წამებზე აეკიდა ჩანთასავით ქვიშის კაცს ზურგიდან მახრჩობელით. მართალია გარკვეული წვალების შემდეგ კორი გამოძვრა ილეთიდან, მაგრამ ალჟოს ისე მაგრად ყავდა ის ფეხებით გაკოჭილი, რომ სენთჰეგენი მეორეჯერ მოყვა მახრჩობელაზე და აი აქ უკვე სტერლინგმა ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან და დააფინიშა ის. ყოველთვის მომწონდა აღმოსავლური ფილოსოფია, ბუდიზმის იდეა, მისწრაფება სიმშვიდისკენ და ძენის ზებნა. იქამდე სანამ სტერლინგმა არ დამახრჩო. როდესაც მე გავახილე თვალები და დავინახე როგორ ზეიმობდა ალჟო, მეთქი ერთი ამ ფილოსოფიის დედაც. აწი ჩემი მისია იქნება მეტოქის განადგურება და ტკივილის მიყენება. 2020 წლის 11 ოქტომბერს სენთჰეგენი შეხვდა მარლონ მორაესს. ბრაზილიელი კარგი მებრძოლი იყო, რომელმაც 2017 წელს ღრმა ნოკაუტში გაუშვა მომავალი UFC-ის ჩემპიონი ალჟემეინ სტერლინგი. შემდეგ კიდევ 2 ფინიში მოიპოვა და შეხვდა სატიტულო ბრძოლით ჰენრი სეხუდოს. მაშინ სეხუდო მის ნოკაუტით დაამარცხა და გახდა UFC-ის ჩემპიონი. ამის მერე მორაესმა გაყოფილი გადაწყვეტილებით შეხვედრა ჟოზე ალდოს მოუგო და შეხვდა ჩვენი გადაცემის გმირს. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი თანაბარი იყო, მცირე სენთჰეგენის უპირატესობით. ქვიშის კაცი კარგად მუშაობდა ფეხებით, ერთი მომენტი მან თავის მეტოქეს ძლიერი მუხლიც გაუტარა. ბრაზილიელიც აქტიური იყო, ის კორის ბექფისტებით პასუხობდა და ბოლოს თეიქდაუნიც შეასრულა. მეორე რაუნდი ქვიშის კაცმა დისტანციიდან ერთჯერადი გასროლებით დაიწყო და როგორც კი გაისწორა მიზანი, ბრუნში უძლიერესი ფეხი გაისროლა, რომელიც მორაეს თავში მოხვდა და ის წაიქცა. სენთჰეგენი იმ წამსვე ეცა მას პარტერში და ეფექტურად დააფინიშა.
სხვათა შორის ამ მარცხის მერე მორაესი ნოკაუტით დამარცხდება მეორე რაუნდში მერაბ დვალიშვილთან და 7-ზე მარცხის მერე დაასრულებს კარიერას. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მორაესი 7-ზე ბრძოლას ნოკაუტით წააგებს. ტერს არ უსურებ ასეთ კარიერის დასრულებას. ამ უბედურებას ალბათ გულთან ყველაზე ახლოს ტონი ფერგუსონი თუ მიიტანს, რომელმაც 8-ზე მარცხით დაასრულა კარიერა. თუმცა ტონის გადაწყვეტილებამდე მაინც მიყავდა ზოგჯერ საქმე. მორაესმა კი ნოკაუტების ანტირეკორდი მოხსნა და დაასრულა თავისი მოღვაწეობა. 2021 წლის 7 თებერვალს კორი შეხვდა ამ სპორტის ლეგენდას და ვეტერანს ფრენკი ედგარს. თავის დროზე ედგარი UFC-ის ჩემპიონი იყო 70 კილოგრამში. მას სამჯერ დაამარცხა ისეთი ძლიერი მებრძოლი, როგორიც არის BJ Penny. ორჯერ გადაწყვეტილებით სატიტულო ბრძოლაში 70 კილოგრამში და ერთხელ ნოკაუტით 66 კილოგრამში. ასევე ედგარს დამარცხებული ყავს ჩარლზ ოლივერა, ჩად მენდესი, კაპ სვონსონი და სხვა უძლიერესი მებრძოლები. მართალია კორისთან შეხვედრის მომენტში ის აღარ იყო ისეთ ბირთვულ ფორმაში როგორც წინათ, მაგრამ მაინც ითვლებოდა საშის მეტოქედ, რადგან მას 3 წონითი კატეგორია შეიცვალა და 71 კილოგრამში წაგება არ უნახია. როგორც კი შეხვედრა დაიწყო, ქვიშის კაცმა ნახტომში მუხლით გაუშვა ამ სპორტის ლეგენდა ღრმა ძილში. ეს იმდენად ეფექტური დარტყმა იყო, რომ ორგანიზაციამ ეს ფინიში წლის ნოკაუტად აღიარა. ღმერთო ჩემო, ეს სასაული იყო. მე გახარებული ვარ, მაგრამ ის ხომ ფრენკი ედგარია. კი, მე არ მომეწონა როგორ დაასრულა მან ეს შეხვედრა, მაგრამ ჯობია ეს მას დაემართოს ვიდრე მე. შემდეგი იყო TJ Dillashaw, მორიგი UFC-ის ლეგენდა, რომელმაც 71 კილოგრამში 2014 წელს დაამარცხა ნოკაუტით რენან ბარაო და გახდა ორგანიზაციის ჩემპიონი. ამის მერე მან ორჯერ დაიცვა ტიტული და ორჯერვე ნოკაუტით. 2016 წელს Dillashaw-ს ტიტული დომენიკ კრუზმა ჩამოართვა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით. თუმცა ამის მერე მან კიდევ ორი ბრძოლა მოიგო და 2017 წელს კიდევ გავიდა სატიტულო შეხვედრაზე, სადაც დაანოკაუტა კოდი გარბრანტი და დაიბრუნა ჩემპიონის ტიტული. 2018-ში Dillashaw-მ დაიცვა ტიტული სარევანშო შეხვედრაში და კიდევ ერთხელ დაანოკაუტა გარბრანტი. 2019-ში კი Dillashaw 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონობას ინდომებს და ჩადის 57 კილოგრამში, სადაც მას ხვდება ჰენრი სეხუდო. ეს სატიტულო ორთაბრძოლა მან ნოკაუტით წააგო და ბრძოლის შემდეგ დოპინგზეც ჩავარდა. 2 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ Dillashaw დაბრუნდა და შეხვდა ჩვენი გადაცემის გმირს. ეს იყო 5 რაუნდიანი დაძაბული ორთაბრძოლა, რომელშიც ინიციატივა ხან ერთი მებრძოლის მხარეს იხრებოდა, ხან მეორის. ნამდვილი თანაბარი შერკინება, რომელსაც მხოლოდ მსაჯები თუ შეაფასებდნენ და ასეც მოხდა. მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ეს სტრატეგიული ომი Dillashaw-მ მოიგო. ...2021 წლის 30 ოქტომბერს სენტ-ჰეგენი შეხვდა პიოტრ იანს, ტიტულზე იყო ეს ბრძოლა, ოღონდ დროებით ტიტულზე იყო ეს შეხვედრა. პიოტრ იანი მაგ პერიოდში 2018 წელს შემოვარდა UFC-ში, 7-ზე ბრძოლა მოიგო. ბოლო ბრძოლა ტიტულზე მან ჩაატარა ჟოზე ალდოსთან, მოუგო მას ნოკაუტით, გახდა UFC-ის ჩემპიონი და შემდეგ ტიტულის დაცვით შეხვდა მერაბ დვალიშვილის ძმაკაც, არჟემე სტერლინგს. სტერლინგთან ის დომინირებდა, ფაქტიურად იგებდა ამ ბრძოლას, მაგრამ ერთი მომენტი არალეგალური მუხლი გაუტარა ალჟოს და საჯებმა გადაწყვიტეს, რომ ეს შეხვედრა მოიგო არჟემე სტერლინგმა. UFC-ის ორგანიზაციამ ახლა ესეთ ბრძოლას და ესეთ მოგებას რო შეხედა, რა თქმა უნდა, ეგრევე დაიწყო სარევანშო ბრძოლის ორგანიზება და პიოტრ იანი და არჟემე სტერლინგი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ არჟემე სტერლინგს რაღაცა ტრავმა დაემართა, ეს ბრძოლა ვეღარ შედგა და პიოტრ იანი შეხვდა დროებით ტიტულზე, ზუსტად რომ ჩვენი გადაცემის გმირს. ამ ბრძოლაზე პიოტრ იანზე მაქვს დოკუმენტური ფილმი გაკეთებული და ეს ბრძოლა უფრო ცლად მაქვს განხილული, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. იქამდე გეტყვით, რომ პირველი 2 რაუნდი ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, მერე პიოტრ იანი ბევრად უკეთესი იყო და ეს ბრძოლა საჯების გადაწყვეტილებით პიოტრ იანმა მოუგო ჩვენი გადაცემის გმირს და მერე მათი გზები გაიყო, იანი წავიდა ისევ არჟემე სტერლინგი მოიხოდა და მას შეხვდა ტიტულზე და ჩვენი გადაცემის გმირი კიდევ შეხვდა სონ იადონგს.
იადონგი მაგ დროს რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო. ამ ბრძოლაში კორი ბევრად ჭკვიანურად მუშაობდა და კარგად გრძნობდა დისტანციას. ჩინელი კი უფრო ერთი დარტყმით ფინიშს ეძებდა. თუმცა მეორე რაუნდში ქვიშის კაცმა თავის მეტოქეს იდაყვით წარბი გადაუხსნა. ჭრილობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ექიმმა აღარ მისცა ჩინელს ბრძოლის გაგრძელების უფლება და ეს შეხვედრა ტექნიკური ნოკაუტით სენჰეგენმა გაიფორმა სათავისოდ. სენჰეგენის შემდეგი მეტოქე იყო მარლონ ვერა, უმაგრესი მებრძოლი და ეს შეხვედრაც 5 რაუნდს გრძელდებოდა. ლომში რა თქმა უნდა სენჰეგენი უკეთესი იყო, მაგრამ პლუს ამას მან დაამატა ჭიდაობა და აი პარტერშიც ძალიან ჯობნიდა მარლონ ვერას და როგორც შედეგი საჯების ოღონდ გაყოფილი გადაწყვეტილებით სენჰეგენმა ეს ბრძოლა მოიგო. შემდეგ სენჰეგენი უნდა შეხვედროდა უმარ ნურმაგომედოვს, მაგრამ დაღესტნელმა ტრავმა მიიღო, ჩაეხსნა ამ ბრძოლიდან და ჩვენი გადაცემის გმირი შეხვდა არც ვისერთ ცნობილ რობ ფონს. ქვიშის კაცი მზადებაში უმარის გულისთვის ემზადებოდა ძირითადად ჭიდაობაში და ზუსტად ეს ასპექტი გამოიყენა მან თავის ბრძოლაში, სადაც 7 ტეიქდაუნი შეასრულა 25 წუთიდან 19 წუთზე მეტხანს აკონტროლებდა მიწაზე და როგორც შედეგი საჯების ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით მან მოიგო ეს ბრძოლა. და აი ამ ყველაფრის მერე უმარ ნურმაგომედოვმაც უკვე თავისი ტრავმა მოიჩინა და ეს მებრძოლები ერთმანეთს შეხვდნენ და ეს ბრძოლა ძალიან კარგად ამაქვს განხილული უმარ ნურმაგომედოვთან დოკუმენტურ ფილმში. მე აღწერაში ნახავთ ამ ლინკს და შეხედეთ, იქ კარგად ახსნილი მაქვს, მაგრამ იქამდე გეტყვით, რომ ეს ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ საერთო ჯამში საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვმა ეს ბრძოლა მოიგო და აი მე უკვე შეხვდა მერაბს და იქ უკვე ყველას გვახსოვს რა მოხდა. ეხლა კი თქვენ ყველაფერი იცით მერაბ დვალიშვილის მეტოქის შესახებ, დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ თქვენ, როგორ დასრულდება ეს შერკინება. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილი დაიცავს თავის ტიტულს, აი ბანალური მსჯელობის საფუძველზე, იმიტომ რომ კორი სენჰეგენმა ვისთანაც ბრძოლა წააგო და დამარცხდა, ყველა ის მებრძოლი ტიტულზე ქართველმა მიწასთან გაასწორა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილი ეს იქნება მორიგი შემდეგი გაჩერება სენჰეგენი. თავარი საკითხავი არის ამის მერე რა მოხდება. მერაბ დვალიშვილი ამ გაჩერების მერე გადავა გადასასვლელ ხიდზე და გავა 66 კილოგრამში და იქ ვოლკანოვსკის შეხვდება ახალ ტიტულზე და როგორც ილია თოფურია ორმაგი ჩემპიონი გახდება, თუ გაჩერდება 71 კილოგრამში და ელოდება სანამ ალექსანდრე თოფურია არ მივა ტიტულამდე და მერე დაუტოვებს ამ გვირგვინს ისევ ქართველს. დაწერეთ კომენტარებში რა ფიქრობთ თქვენ და იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.